2025 წლის იანვარში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ზარზე იმით გვამცნო, რომ ჩვენი იმპორტი წინა წლის იანვართან შედარებით 45%-ით გაიზარდა. ცოტა გაგვიკვირდა თემაში გარკვეულდა ჩართულ ადამიანებს. შემდეგ როგორც ჩვენმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, ამ ხელა ზრდის მიზეზი იყო საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის მიერ მისი ნახატებისა და ქანდაკებების კოლექციის საქართველოში შემოტანა, რომელიც საქსტატმა გააფორმა იმპორტში და გამოვიდა, რომ ამ ხელა ზრდა ჰქონდა საგარეო ვაჭრობაში. არადა რეალურად ამ ფაქტორის გამორიცხვის გარეშე დაახლოებით 1%-იანი ზრდა იყო, იმიტომ რომ თითქმის 9 მილიონი დოლარის ნახატები და ქანდაკებები შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში და ასევე აღსანიშნავია, რომ ამ იმპორტის სანაცვლოდ მას ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ გადაუხდია, რადგან გაზაფხულზე მიაღებინა ოფშორების შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტს, რომელიც ოფშორებიდან შემოტანილ გარკვეულ პროდუქციას ათავისუფლებდა გადასახადებისგან. ესეც რა თქმა უნდა საკუთარი თავისთვის მოიფიქრა. მე ვარ გიორგი კეპულაძე, ეკონომიკური მიმოხილველი და დღეს ვისაუბრებთ საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე, ექსპორტზე და იმპორტზე, რას ვყიდულობთ და ვყიდით საზღვარგარეთ და ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმის ამოცნობაში, თუ რა არის ჩვენი ეკონომიკისთვის პრიორიტეტი, რას უნდა მივაწვეთ მარტივად რო ვთქვათ, რა გავყიდოთ, რა ვიყიდოთ და რომელ ქვეყნებთან ვივაჭროთ უფრო სარფიად. ექსპორტი, მარტივად რო ვთქვათ, არის გაყიდვა საზღვარგარეთ ჩვენი საქონლისა და მომსახურების, ხოლო იმპორტი არის ყიდვა საზღვარგარეთ. ანუ იმპორტის დროს ქვეყნიდან ვალუტა გადის, ექსპორტის დროს ვალუტა შემოდის. ზოგადად ყველა ფიქრობს ალბათ, რომ რა თქმა უნდა, ჯობია რომ ექსპორტი უფრო მეტი გქონდეს, ვიდრე იმპორტი. ეს კლასიკურად ასე არ არის, არიან ქვეყნები, ვისაც ექსპორტი მეტი აქვს და იმპორტი ნაკლები, ან პირიქით, იმპორტი მეტი აქვს და ექსპორტი ნაკლები. ამ ქვეყნებზე ცალკე ვისაუბრებ, თუმცა უნდა გითხრათ, რომ საქართველოს შემთხვევაში ისტორიულად ჩვენ ყოველთვის სავაჭრო ბალანსი გვაქვს მინუსში. მაგალითად 2024 წელს თითქმის 10 მილიარდ დოლარზე მეტი ქონდა სავაჭრო დეფიციტი. ანუ ექსპორტი ქონდა 6 მილიარდზე ცოტა მეტი, ხოლო იმპორტი იყო 17 მილიარდამდე. ნუ 10 მილიარდზე ცოტა მეტი ქონდა მინუსი. ანუ უფრო მეტი ვიყიდეთ საზღვარგარეთ, ვიდრე გავყიდეთ, ამან რა თქმა უნდა ჩვენი სავაჭრო ბალანსი გამოიყვანა მინუსში და გამოიყვანა უარყოფითი. როგორც გითხარით, ეს არ არის მაინც და მაინც ახლა მნიშვნელოვანი, რომ და ცუდია თქო რომ ვთქვათ, არ არის ასე ცალსახად. თუმცა მნიშვნელოვანი ალბათ, რას ვყიდულობთ, რომელ ქვეყნებთან ვაჭრობთ, ვინ არიან ჩვენი სავაჭრო პარტნიორები, ვინც ვთქვათ, სისტემატურად ვისთანაც გვაქვს ეს სავაჭრო ურთიერთობა და როგორ გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ვაჭრობა, როგორც საქონელი, ასევე მომსახურება, ასევე ის ქვეყნები, ვისთანაც ვაჭრობთ. პირველ რიგში ალბათ მნიშვნელოვანია დავიწყოთ იმით, თუ რა ვყიდით საზღვარგარეთ. გაინტერესებთ ალბათ და პირველი სხვათა შორის მე ჩემ სტუდენტებსაც როცა ვეკითხები, ერთ-ერთი პირველი რასაც ასახელებენ, რა ვყიდით აბა თუ იცით მეგობრებო საზღვარგარეთ, ყველა ასახელებს რომ ალბათ ღვინოს. ხო, ნუ ღვინო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული პროდუქტია, რომელიც იყიდება საზღვარგარეთ, მაგრამ გაგიკვირდება და 2024 წელს ღვინო ჩვენი საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალში მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდა. ასევე გაგიკვირდებათ ბევრ თქვენგანს, როცა გეტყვით, რომ ყველაზე მეტად 2024 წელს და ყველაზე მეტი საზღვარგარეთ ჩარშან გავყიდეთ სუბუქი ავტომობილები. თან იფიქრებთ ახლა რომელი ავტომწარმოებელი საქართველოა, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხანა იყო და მის გამოშვებულ მანქანებს ხუმრობით შინ მოუსველსაც ეძახდნენ საბჭოთა კავშირში, მაგრამ ნუ და არასდროს არ ქონია ჩვენ დიდი ტრადიცია ავტოწარმოების, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკურენტული უპირატესობა ჩვენს მეზობლებთან შედარებით. რას ნიშნავს კონკურენტული უპირატესობა? ამაზე ცალკე მოგიყვებით. ანუ ჩვენ გვაქვს სოფლიო ოკეანეზე გასასვლელი, გვაქვს ზღვა და შესაბამისად ზღვის გავლით, სოფლიო ოკეანის გავლით ჩვენთან შემოდის უცხოური ძირითადად მეორადი მანქანები, რომლებსაც შემდეგ ელიავას ბაზრობაზე დაშლილებში რაღაც ნაწილებს ყიდულობთ, ამას ვაწყობთ, შევაკეთებთ ხოლმე ამერიკაში ან გერმანიაში დამტვრეულ მანქანებს და შემდეგ ყიდით ჩვენს მეზობლებზე. თითქმის 2 მილიარდ ნახევარი დოლარის ავტომობილები გავყიდეთ საზღვარგარეთ შარშან 2024 წელს, აქედან თითქმის ნახევარი გავყიდეთ ყირგიზეთში.
ესეც საინტერესო ალბათ ყირგიზეთი არც დიდი ქვეყანაა რომ 1.2 მილიარდი ავტომობილები იყიდოს, მაგრამ გეტყვით რომ ყირგიზეთი და ყაზახეთი როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არიან ერთგვარი ბუფერული ზონები, შეიძლება ითქვას რუსეთთან სავაჭროდ და დიდი ალბათობით 1.2 მილიარდი ავტომობილებიდან მხოლოდ რამდენიმე ჩააღწია ყირგიზეთამდე, თავად ყირგიზეთის სტატისტიკას თუ დაუჯერებთ, მხოლოდ $60 მილიონი ავტომობილი ჩავიდა იქ საქართველოდან. დანარჩენი სადაღმოშთა, რა თქმა უნდა, რუსეთში, რადგან ჩვენ შეზღუდული გვაქვს მეორადი ევროპული და ამერიკული ავტომობილების ექსპორტი რუსეთში, თუმცა რა თქმა უნდა, ბიზნესმა აქაც მონახა რაღაც ხრელი და სანქციების ავლის გზა და რუსეთის მაგივრად ყირგიზეთში და ყაზახეთში, მაგრამ ამ ავტომობილების დიდი ნაწილი, როგორც გითხარით, გადის რუსეთში. ასევე საზღვარგარეთ ჩვენ ვყიდით ფეროშენადნობებს. აი ეს ესტაფონის ფერო რო არსებობს, ჭიათურის მანგანუმის დამსახურებაც არის ეს და მიუხედავად იმისა, რომ წელს იანვრიდან დაიწყო კლება, სხვათა შორის ფეროშენადნობების გაყიდვის, შარშამ მეორე ადგილზე იყო ექსპორტში ფეროშენადნობები და ბოლო წლებშიც ერთ-ერთი მთავარი ჩვენი საექსპორტო პროდუქცია. თუმცა აი ჭიათურაში ახლა მოგეხსენებათ გარკვეული პრობლემები დაიწყო, უმუშევრად დარჩა ბევრი ადამიანი, დაიხურა იქ მაღაროები, სხვადასხვა პრობლემებით არის გამოწვეული და ამ თემაზე მე ბევრს არ გავაგზავნებ, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სოფლიო ბაზარზე ფასები ეცემა ფეროშენადობებზე, შესაბამისად ეს ჩვენს ექსპორტზეც აისახა და შარშან თუ მეორე ადგილზე გავიდა, წელს უკვე -60%-ით შემცირდა იანვარში, მაგალითად ფეროშენადობების ექსპორტი. მესამე ადგილზე 2024 წელს გავიდა სპირტიანი სასმელები და მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა ჩვენი ნაქები ღვინო, რომელიც ასევე დიდი მოცულობით გავყიდეთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რუსეთში მათ შორის. ხო, ეს არის ჩვენი ძირითადი სავაჭრო პოზიციები, ასე ვთქვათ, რასაც ვყიდით. ანუ ეს არის ავტომობილები, ფეროშენადნობები, სპირტიანი სასმელები და ღვინოები, ალკოჰოლური სასმელები, ასე ვყიდით ძვირფასი ლითონის მადანს, მოგეხსენებათ ჩვენ გვაქვს ბოლნიში ოქროს საბადო და სპილენძის საბადოს და ამას ვყიდით საზღვარგარეთ და ასევე ვყიდით ჩვენს ნაკებ მინერალურ და მტკნარ წყლებს საზღვარგარეთ. ეს არის ჩვენი ძირითადი საექსპორტო პროდუქციები. ექსპორტის კუთხით როგორც ხედავთ, ნუ ავტომობილები გითხარით, რომ პირველ ადგილზეა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, იმპორტშიც პირველ ადგილზე გავიდა მსუბუქი ავტომობილები, $3 მილიარდ მსუბუქი ავტომობილები შევიძინეთ შარშან 2024 წელს. თითქმის ამდენი და აქედან როგორც ვიცით, მხოლოდ $1 მილიარდი დარჩა საქართველოში. დანარჩენი შევაკეთეთ, მე რუსთავის ავტობაზრობაზე ან ავტოჯიზე დავდეთ და გავყიდეთ, ან დილერებმა პირდაპირ გაიყვანეს სხვადასხვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. იმპორტშიც და ექსპორტშიც პირველ ადგილზე გადიან მსუბუქი ავტომობილები. მეორე ადგილზე, რა თქმა უნდა, ნავთობი. ნავთობი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ნავთობის საბადოები, ფაქტობრივად არ არის, ნუ რაღაც ძველი საბადოები იყო, მაგრამ ზღვაში წვეთია ჩვენს მოთხოვნასთან შედარებით არ ყოფნის, ამიტომ ძირითადად საზღვარგარეთ ვყიდულობთ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს. ამ მხრივ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის სხვადასხვა მილსადენების საშუალებით, ან სხვადასხვა სარკინიგზო გადაზიდვების საშუალებებით ჩვენ შემოგვდის აზერბაიჯანული ნავთობი და მათ შორის სხვა ქვეყნებშიც და რუსული ნავთობით სამწუხაროდ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი გახდა საქართველოში ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი, ანუ შემომტანი რუსული ნავთობის შემოდის. ამას თავის პრობლემები ახლავს რაზე მსჯელობას შორს წაგვიყვანს, იმიტომ რომ რუსეთი არ არის სანდო სავაჭრო პარტნიორი, მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია რომ გააჩეროს ეს ექსპორტი, რაც გამოიწვევს შემდეგ უკვე აქ ჩვენთან ნავთობზე, ანუ ბენზინზე და დიზელზე ფასების აწევას, რაც მოხდა კიდეც, მაგალითად შარშან საკუთარი შიდა პრობლემების გამო რუსეთმა შეზღუდა ქვეყნიდან რუსეთიდან ანუ ექსპორტი ბენზინის და დიზელის და საქართველოში სამწუხაროდ მაშინ თითქმის 20 თეთრით გაძვირდა 1 ლიტრი ბენზინი და დიზელი. ამიტომ აი ესეთი არასანდო და პოლიტიკურად ანგაჟირებული და მტრული ქვეყნებთან ვაჭრობა ძალიან დიდი რისკები შემცველია, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ნავთობპროდუქტების შემდეგ მესამე ადგილზე არის რა თქმა უნდა ბუნებრივი აირი, გაზიც ჩვენ მოგეხსენებათ არ გვაქვს ბუნებრივი აირის საბადოები, ამიტომ ამასაც ვყიდულობთ საზღვარგარეთ. ასევე საზღვარგარეთ ვყიდულობთ ყველას რო ძალიან გვიყვარს მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, სხვა სერვერები, მათ შორის აი მაინინგს რო ეძახიან, ამისთვისაც ვყიდულობთ სერვერებს და ეს არის ძირითადად ის, რასაც ვყიდულობთ საზღვარგარეთ.
ახლა გადავიდეთ რომელ ქვეყნებთან ვაჭრობთ, ყირგიზეთი და ყაზახეთი გავიგეთ ჩვენი მთავარი საექსპორტო ქვეყნები რო გახდა. მნიშვნელოვანია ასევე საიდან შემოგვაქვს, ხო? ვისგან მყიდულობთ ამ ყველაფერს. სუბუქი ავტომობილების კუთხით მოგეხსენებათ ახლა საიდან შემოდის, ხო? ან ევროკავშირის ქვეყნებიდან, ძირითადად ეს არის გერმანია, მაგრამ მთავარი მომწოდებელი არის ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი იმპორტიორი საქართველოში არის თურქეთი, საიდან ძალიან ბევრი რამ შემოდის, მათ შორის ტექსტილიდან დაწყებული სამშენებლო მასალები დამთავრებული. თურქეთი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. ამის მიზეზია ის, რომ თურქეთი ისედაც დიდი ეკონომიკაა, ძალიან ბევრ რამეს თვითონაც აწარმოებს და ასევე არის გვაქვს სახმელეთო საზღვარი და შესაძლებელია თურქეთთან სხვადასხვა ტიპის გადაზიდვები, სახმელეთო საზღვარიც გვაქვს და შესაბამისად თურქეთი ამიტომ არის ჩვენი მთავარი საიმპორტო ქვეყანა. ასევე შემოდის ჩვენთან იმპორტი ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან. ესენი არის ჩვენი მთავარი ქვეყნები, ვისთანაც ვაჭრობთ, ანუ საიდანაც შემოგვაქვს, სადაც ვყიდულობთ რაღაცებს. ჩამოვთვალოთ ასევე სხვა ქვეყნები, სადაც ვყიდით, ხო, ჩვენ პროდუქციას. ნუ ყირგიზეთი და ყაზახეთში რასაც ვყიდით, ჩავთვალოთ 80-90% მიდის ისევ რუსეთში. მესამე ადგილზე უკვე ოფიციალურად გადის რუსეთი, როგორც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო ქვეყანა, სადაც ასევე არის ღვინო, თქვა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, წყლები, მათ შორის ლიმონადი და არაალკოჰოლური გაზიანი სასმელები და მათ შორის სპირტიანი სასმელები ძირითადად გავგვაქვს სწორედ რუსეთში. და სამწუხაროდ ხო ასე აეწყო რომ ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან DST-ის წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ან ის ქვეყნები, რომლებთანაც გვაქვს თქვა სახმელეთო საზღვარი. ამას თავისი პირობები აქვს. როგორც გითხარით, ის რომ ჩვენ ექსპორტი იმპორტზე ნაკლები გვაქვს, რაღაცა მნიშვნელოვანი პრობლემა არ არის. ეს იმ ფონზე, როცა თქვა ჩვენ თქვა არა გვაქვს ბუნებრივი რესურსები და ამ ბუნებრივი რესურსების შემოტანა გვიწევდა თან იმ ფონზე, როცა ჩვენ თითქმის შემოტანილი 3 მილიარდ ნახევრის ავტომობილიდან 2 მილიარდ ნახევრისას საზღვარგარეთ ვყიდით. ჩვენ ამის დაბალანსება შეგვიძლია. საუკუნეების წინ ადრე მერკანტილიზმის ეპოქაში ითვლებოდა, რომ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი ექსპორტი და უფრო მეტს უნდა ყიდნენ, ვიდრე ყიდულობდნენ. თუმცა მე მინდა ჩამოგითვალოთ რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც ასევე აქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. პირველი და გამოჩენილი ამ ხრივ არის ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს იმპორტი გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ექსპორტი და სავაჭრო ბალანსი აქვს უარყოფითი. მე მგონი ყველაზე უარყოფითია შედარებით სხვა ქვეყნებთან. ასე უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს ხშირად დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, მაგალითად ჩვენს მეზობელ სომხეთსაც, ხო, მეზობლებზეც რო ვისაუბროთ. ამიტომ როგორც გითხრა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლა ვიღაცას რო ეთქვა, რომ ექსპორტი იმპორტზე ნაკლები აქვს, შეიძლება გაკვირვებოდა და გეფიქრათ, რომელიმე ღარიბ ქვეყანაზე საუბრობთ, მაგრამ რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებზეა საუბარი, მიხვდებით რომ ეს არ არის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გადამწყვეტი ფაქტორი. ექსპორტი იმპორტზე მეტი აქვს ძირითადად ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ვაჭრობენ ბუნებრივი რესურსებით. ასეთი ქვეყნებია მოგეხსენებათ ჩინეთი, თქვათ რუსეთი, ასევე საუდის არაბეთი, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიც ხშირად დადებითი სავაჭრო ბალანსით გამოირჩევა, რადგან მას მოგეხსენებათ ნავთობი და გაზი აქვს და მას უფრო მეც ყიდის ფულად გამოსახულებაში, ვიდრე ყიდულობს ექსპორტს. ამიტომ როგორც ხედავთ, კარგი ქვეყნებიც არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს და ეს არ წარმოადგენს დღევანდელ ეკონომიკაში პრობლემას. უფრო მნიშვნელოვანია რომ დააბალანსო ეს შენი უარყოფითი, თქვათ, სავაჭრო სალდო. ჩვენი მთავარი დამბალანსებელი ამ ხრივ არის მომსახურების ექსპორტი. ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, ესაც ჩამოვთვალეთ, არის ძირითადად საქონელი, ხო? ანუ ეკონომიკაშიც ადრე რატომღაც ითვლებოდა, რომ რაღაცას თუ რამეს არ აწარმოებ, ესე იგი ეკონომიკა არ აქვს, მაგრამ დღეს უკვე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკის ბირთვი და წამყვანი პოზიცია უკავი არის მომსახურება, ან მომსახურების ექსპორტი. რა არის ეს მომსახურება, ხო? პირველ რიგში, ვის რაც გაგვახსენებდა საქართველოს მაგალითი ეს არის ტურიზმი და თითქმის 4 მილიარდ ნახევარი დოლარის შემოსავალი მივიღეთ ჩვენ მომსახურების ექსპორტიდან, ანუ ტურიზმიდან. ასევე გაზრდილია წინა წელს სხვა IT ტექნოლოგიების ექსპორტი საქართველოსთან გაზრდილია, ასევე
ტრანსპორტის ექსპორტი, რაც გადის სწორედ მომსახურებაში. რა ვიცი, მომსახურება ასევე განათლება, ვთქვათ, რაღაც საბანკო, საფინანსო ინსტიტუტები მომსახურების ეკონომიკას წარმოადგენენ, ასევე მედიცინა. შესაბამისად, ამ მიმართულებით განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა შეიძლება გქონდეს. ხო, აქვე გეტყვით, რომ ჩვენი გადაცემაც ერთგვარად აი მომსახურებაა, ხო? ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ან პროდუქტების შექმნით რაღაც მომსახურება გავწევთ და ეს მომსახურება გავყიდოთ კიდეც. შესაბამისად, თუ დაინტერესებული ხართ, შეგიძლიათ რომ იმპორტი განახორციელოთ რეკლამის ჩვენ გადაცემაში და ჩვენ დიდი სიამოვნებით განვთავსებთ მას ან ხანგრძლივ რაღაც სასპონსორო ხელშეკრულებაზეც კი შეიძლება შევთანხმდეთ. თავში ვახსენე კონკურენტული უპირატესობა და მინდა აგიხსნათ რას გულისხმობს ეს კონკურენტული უპირატესობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ უნდა აღმოაჩინოს ისეთი დარგი, ან ინდუსტრია ეკონომიკაში, რომელშიც მას ექნება კონკურენტული უპირატესობა. ანუ რაღაც, რასაც ის აწარმოებს საქონელს ან მომსახურებას უფრო ხარისხიანად და უფრო იაფად, ვიდრე სხვა ქვეყნები, ხო? პირობითად, როდესაც ჩვენ ვყიდით ტურიზმს როგორც მომსახურებას, ხო? ანუ ჩვენ ამ ხრივ გვაქვს კონკურენტული უპირატესობა, რომ გვაქვს პატარა ქვეყანა, ლამაზი ადგილები, იაფი შედარებით სხვა, თქვათ, მდიდარ ქვეყნებთან და ჩვენთან ასევე ჩამოდიან სხვა ქვეყანა ტურისტები და ეს ერთგვარი კონკურენტული უპირატესობა ჩვენს მეზობლებთან შედარებით თუნდაც, ხო? ნუ თურქეთს ვერ შევეჯიბრებით ამ კუთხით, მაგრამ სომხეთზე, აზერბაიჯანზე მეტი ტურისტი, რა თქმა უნდა, ყავს. ასევე ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა სწორედ ის, რომ გვაქვს სოფლიო ოკეანეზე გასასვლელი და ჩვენს მარჯვნივ რუკას თუ შევხედავთ, ხო? აი პირდაპირ უყურებთ რუკას, საქართველოს მარჯვნივ არის ძალიან ბევრი ქვეყანა, ბევრი არა, მაგრამ 9 ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს სოფლიო ოკეანეზე გასასვლელი, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენი ტერიტორიის გავლით მათ მივაწოდოთ სხვადასხვა საქონელი. და ეს ამ შემთხვევაში ძირითადად არის სწორედ ავტომობილები და ზოგი ფიქრებს რომ აი რა ინდუსტრია ეს არის ხო რა შენ არ აწარმოებ სადღაც ყიდულობ ამ ავტომობილს და მე ყიდი ხო ნუ დიდი ამბავი და არა ეგრა ეკონომიკაა ვიღაცა იფიქრებს მაგრამ მე აგიხსნით რა არის აქედან სარგებელი წარმოიდგინეთ რომ უზარმაზარი ინდუსტრია არის და ბევრი ადამიანი არის ჩართული და დასაქმებული ამ სექტორში ხო და უამრავი ავტომობილი შემოდის საქართველოში მე აქ იქ ელიაოს ბაზრობაზე რაღაც დაშლილებში კეთდება მე ზოგი ვთქვათ, სხვაგან კეთდება, შემდეგ გავყავს ეს ავტომობილები იმ ქვეყნებში, ვისაც არ აქვს საერთაშორისო ოკეანეზე გასასვლელი და სწორედ ამ კონკურენტულ უპირატესობას იყენებს საქართველოს, ამისთვის შესაბამისი პირობებიც არის შექმნილი, რომ საქართველოს ვთქვათ, რაღაცა შემოყვანა ადვილია, მე აი განბაჟების და ასე შემდეგ ეს პროცედურული საკითხები უფრო გამარტივებულია, თითქმის 20 წელია. ასეა, რაც ჩვენ გვიქმნის იმ კონკურენტულ უპირატესობას, რომ ეს საექსპორტო საქონელიც გქონდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონკურენტული უპირატესობა, თქვათ, მეზობლებთან შედარებით, ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში დიდი ტრადიცია გვაქვს და ამასაც ვყიდით. ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ აღმოვაჩინოთ, თქვათ, ის დარგები და ინდუსტრიები, რაშიც გვექნება კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომ უფრო მეტი საქონელი და მომსახურება შევთავაზოთ საერთაშორისო თანამეგობრობა და სხვა ქვეყნებს გასაყიდად და შევთავაზოთ ჩვენთან წარმოებული საქონელი და მომსახურება და კარგი იქნება თუ მომსახურებაზე უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებთ, რადგან საქართველოს რაღაცა სამრეწველო პოტენციალი ძალიან დიდი არ არის, ხო? მოგხსენებთ საბჭოთა კავშირის დროს იყო აქ რაღაც ქარხნები, მაგრამ ეს ქარხნები შემდეგ 90-იან წლებში დაიშალა, დიდი ნაწილი დღეს 95% ალბათ ამ ქარხნების დღეს აღარ ფუნქციონირებს და კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით, თითქმის 2004 წლამდე საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი იყო არც მეტი არც ნაკლები ჯართი. ანუ აი ეს ქარხნები, რომლებიც ჰქონდა, რომელიც ვეღარ ვამუშავეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აღარ ვიყავი დიდი ქვეყნის ნაწილი, დავშალეთ და გავყიდეთ ძირითადად თურქეთში. თან მაშინ მაღალი მოთხოვნა იყო, სწორედ აი მეორად გადამუშავებულ რკინაზე და ჯართზე და აი თითქმის 2004 წლამდე, ანუ დღეს რო ავტომობილებზე შეიძლება ვთქვათ, რომ ეგრა ეკონომიკა ავტომობილებს რო ვყიდით საზღვარგარეთო, წარმოგიდგენთ ჯართს რო ვყიდით, მაშინ კიდევ კარგად ვიყავით, მე მგონი თითქმის 2004 წლამდე ასე იყო და შემდეგ უკვე სხვა საქონელი და მომსახურება
განვითარება წამოვიდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქვეყანამ იპოვოს ეს დარგები, რაშიც აქვს უპირატესობა და სწორედ ისე განავითაროს საკუთარი ეკონომიკა, რაც შეიძლება მეტი გაყიდოს საზღვარგარეთ იმისთვის, რომ შემდეგ თქვათ იმპორტიც გავზარდოთ, თქვათ მოხმარებაც გავზარდოთ და მეტი თქვათ ახალი ავტომობილები შევიძინოთ, მეტი ახალი ტელეფონები შევიძინოთ, ახალი კომპიუტერები ან ძვირადღირებული ტექნიკა შევიძინოთ საზღვარგარეთ ან თუნდაც ავეჯი. ფაქტობრივად არაფერი არ მithქვამს ამ საზღვარგარეთ გაყიდვის დროს საქართველოს სოფლის მეურნეობაზე და ჩვენთან რატომღაც ითვლება რომ აი სოფლის მეურნეობა ბევრს გონია რომ წამყვანი დარგია ეკონომიკის ან რაღაცა ბევრს ყიდით საზღვარგარეთ სოფლის მეურნეობის პროდუქციას. ნუ თუ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჩავთვლით და ალბათ უნდა ჩავთვალოთ ღვინის ინდუსტრიას, კი ბატონო, ღვინოს ყიდით მე-4 ადგილზეა, როგორც ხედავთ, მაგრამ სხვა კუთხით პირიქით ჩვენ ხშირად დამოკიდებული ვართ უცხოეთზე და სოფლის მეურნეობის პროდუქცია და სურსათის დიდ ნაწილს სწორედ ყიდულობთ საზღვარგარეთ, მათ შორის ხორბალს, თქვა შაქარს და ნუ სოფლის რა ვიცი, ხახუს და ნიორსაც კი ვერ ვაწარმოებთ იმდეს, რომ ჩვენ ქვეყანას ყოფნიდეს. ამას თავისი მიზეზები აქვს, საქართველოს მცირემიწიანი ქვეყანაა, სოფლის მეურნეობაში სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც რა თქმა უნდა ხელს უშლის იმას, რომ ჩვენ გქონდეს აი ეს კონკურენტული უპირატესობა ჩვენს მეზობლებთან შედარებით. აი თუნდაც თურქეთთან, ირანთან ან რუსეთთან შედარებით გქონდეს უპირატესობა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კუთხით. და რომ ჩვენ ვაჯობოთ მაგალითად გაცილებით დიდმიწიან ქვეყნებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში. ამიტომ ხშირად რომ გაიგებთ რომ აი რაღაცა თურქული პამიდორი ან ირანული კიტრი არის შემოსული, აი ქართული ჯობია გემოზე, მაგრამ ქართული თითქმის სამჯერ ძვირი ღირს. აქ ზოგი გამოჩნდება და გვირჩევს რომ ქართული სოფლის მეურნეობის წასახალისებლად საერთოდ შევზღუდოთ ან ტარიფები დაუწესოთ უცხოურ, თქვათ, სოფლის მეურნეობის პროდუქციას და შესაბამისად ამით ხელი შევუწყოთ ჩვენს ეროვნულ წარმოებას და სოფლის მეურნეობას. ტარიფების დაწესებებს და შეზღუდვებს ეკონომიკაში და საერთაშორისო ვაჭრობაში აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. მინდა რომ ძალიან მარტივ მაგალითზე აგიხსნათ, თუ რას ნიშნავს ტარიფები ან შეზღუდვები ეკონომიკაში. აი მაგალითად საქართველოს რომ დააწესოს შეზღუდვა, რა ვიცი, აი სოფლის მეურნეობის პამიდორზე რომ დააწესოს შეზღუდვა და თქვას რომ ჩვენ უცხოურ პამიდორს აღარ შემოუშვებთ ქვეყანაში. რა მოხდება საქართველოში? იმ ფონზე, როდესაც ჩვენ აქ ვერ ვაწარმოებთ საკმარის პამიდორს, რომ შიდა ბაზარი მაინც დააკმაყოფილოს, ან პამიდორის დეფიციტი იქნება, ან რას იზამენ პამიდორის მწარმოებლები, რა თქმა უნდა, გაზრდიან ფასს. და შესაბამისად ისე გაიზრდება ფასი, რომ შეიძლება ვეღარც კი იყიდოს ბევრმა სოფლის მეურნეობის ეს ძალიან მარტივი და საყვარელი ბევრისთვის პროდუქცია. ან აი კვერცხის წარმოებაზე ვთქვათ, ხო? შეიძლება იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს თვითკმარი იყო ამ კუთხით და შეეძლო საკუთარი თავისთვის საკმარისი კვერცხი და ფრინველის ხორცი ეწარმოებინა, მაგრამ დღეს სამწუხაროდ აღარ ყოფნის და უცხოეთიდან შემოგვაქვს ხშირ შემთხვევაში მათ შორის ფრინველის ხორცი. და თუ ჩვენ ვთქვათ რაღაცას ჩავკეტავთ, რამე პროდუქციის შემოტანას აკრძალავთ, მინიმუმ იმდენი მაინც უნდა გქონდეს აქ, რომ საკუთარი ქვეყნის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. თუ არა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს ბაზარზე დეფიციტს და რა თქმა უნდა, ამას მოყვება თავისთავად ფასების ზრდა. ამიტომ ყველანაირი ტარიფის ან რაღაცა შეზღუდვის განხილვისას, რა თქმა უნდა, მთავრობებმა უნდა იფიქრონ ამაზე, რომ რა შედეგი მოყვება ამას. თუ ეს რეალურად წაახალისებს ადგილობრივ წარმოებას და ქვეყანას ექნება საკმარისი პროდუქცია ან სურსათი, ხო? შესაძლებელია ტარიფის დაწესებას ჰქონდეს აზრი და იყოს გონივრული, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ხშირად ზოგიერთი წინა წლებში უფრო თქვათ ზოგიერთი პოპულისტი პოლიტიკოსი გამოვიდოდა და რაც შეგვჭირდება თქვათ რაღაცა სხვების ამ ხახვიდან ნიორი ჩვენ ვაწარმოოთ. კი ბატონო, აწარმოეთ, დაგიშალოთ, ვინმე ხა საქართველოში ღვინო ნამდვილად იწარმოება იმდენი რომ მთელ საქართველოს ეყოს, მაგრამ უცხოური ღვინის შემოტანაც ხო არა გვაქვს აკრძალული, მაგრამ ქართული ღვინო თამამად უწევს მას კონკურენციას და კონკურენციას უწევს რითი ხო? ხარისხით და ფასით. ეს არის ხშირ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ვიღაცა შეიძლება ძალიან ერჩინოს გემოზე ქართული პომიდორი თურქულს პირობითად ან ქართული კიტრის გემო ირანულს, მაგრამ ვერ მისცეს საკუთარ თავს უფლება, იმიტომ რომ ის უფრო ძვირი ღირს. ამიტომ ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გაზრდის ფასებს და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში გაზრდის ინფლაციას, რაც ქვეყნისთვის საერთოდ არ იქნება კარგი. ამიტომ აი რაც
ეხება ამ საგარეო ვაჭრობას როგორც წესი, ყველასთვის მოაქვს დადებითი შედეგი. ამაში კაცობრიობა თითქმის 2 საუკუნეა რაც დარწმუნდა, ადრეც ასე იყო პრინციპში, მაგრამ საბოლოო ჯამში კაცობრიობა დარწმუნდა, რომ ჯობია შენ აწარმოო ის, რაც აწარმოებ იაფად და ხარისხიანად და რასაც ვერ აწარმოებ იყიდო საზღვარგარეთ, მაგალითად ჯობია ვაწარმოოთ ვაშლი და შემოვიტანოთ ბანანი, იმიტომ რომ საქართველოში ბანანი მოგეხსენებათ ვერ ხარობს. კივიმ გაიხარა, მაგრამ ბანანმა ჯერ ვერ გაიხარა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას მივაქციოთ ყურადღება და ჩვენი ეკონომიკა სწორედ ამ მიმართულებით განვავითაროთ. იმისთვის რომ ჩვენი საგარეო ვაჭრობა უფრო განვავითაროთ და უფრო ბევრ ქვეყანასთან ვივაჭროთ, მნიშვნელოვანია რომ რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, ხო, ამ კუთხით, ანუ დივერსიფიცირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვახსოვს რომ 2006 წელს მაგალითად რუსეთმა დააწესა ემბარგო ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და ღვინოზე, ამან მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა ქართველ წარმოებლებს. ამით ასეთი შემთხვევებისგან რო ვიყოთ დაზღვეული, არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მტრულ ქვეყანაზე, რუსეთთან რაც შეიძლება ნაკლები უნდა გქონდეს ვაჭრობა საერთოდ ვერ გავაქვებთ ამ ქვეყანას სამწუხაროდ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ აი ეს რისკები დავაზღვიოთ მაქსიმალურად იმით, რომ სხვა ქვეყნებთანაც ვივაჭროთ უფრო აქტიურად, გამოვიყენოთ ევროკავშირთან ჩვენი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გავაფორმოთ სხვა ქვეყნებთანაც, რომ უფრო ადვილად შევძლოთ როგორც ჩვენი პროდუქციის გაყიდვა, ჩვენი ექსპორტის ხელშეწყობა, ასევე მათი პროდუქცია შედარებით დაბალი ტარიფებით შემოვიდეს საქართველოში. ამას სჭირდება მუშაობა, რა თქმა უნდა, საუბარი მეტ ქვეყანასთან და უფრო მეტი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რაც გახდება შემდეგ უკვე ჩვენი ექსპორტის წახალისების საფუძველი, მათ შორის სოფლის მეურნეობის კუთხითაც ხშირ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია აკმაყოფილებდეს, თქვათ, ევროპის ბაზარზე, როცა გინდა გატანა, იქაურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაღაც შესაბამის სერტიფიცირებას უნდა გადიოდეს, რაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება სწორედ ამ კუთხით, თუმცა ამაზე უკვე სხვა ეპიზოდებში ვისაუბროთ, რომ თემა ძალიან აღარ გაგვიგრძელდეს. პრინციპში ეს იყო დღეს, რაც მინდოდა თქვენთვის მომეყოლა საგარეო ვაჭრობის და ექსპორტის და იმპორტის შესახებ. თუ რამე კითხვა გექნებათ, აუცილებლად მოგწერეთ, ასევე შემოთავაზებები რა თემებზე გინდათ, რომ ჩვენს გადაცემაში და პოდკასტში ვისაუბროთ და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს, თხოვნებს და რეკომენდაციებს. იმისთვის კი, რომ ორ კვირაში ერთხელ უყუროთ ჩვენს პოდკასტს, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ პროექტ 64-ის YouTube გვერდი და გამოვყვეთ სხვა პლატფორმებზეც.